ბულგარეთში გადმოვედით თუ არა, ბენზინის ფასმა ეგრევე აიწია. 4 და 60 ღირს 1 ლიტრი ბენზინი. როგორც ჩანს, ჩემით უნდა ჩავასხა საწვავი და. აჰა. რომელი ბენზინი ჩავასხა? დიზელი. ამბობენ მაგარიაო. დიზელი არ შეიძლება. ცალკე არის 95 ექტო და ცალკე არის 95 და ChatGPT-ს ვკითხეთ და ეს ექტო გვერდშია. ხო და რა ვიცი, ამას ჩავასხამ. აი, всё, ქნა თვითონ. რატო არ დაფერხარ? რატო უნდა დამიფერხო? შენ გეშლება. რა თქმა უნდა, საკეთზე მაქვს, რადგან არ მომპარონ ბენზინი არც საქართველოში და არც ევროპაში. 93 ლევის გამოვიდა და არის რამდენი ლარი გამოდის ნიკა? გუგლავთ. 150 ლარის და ჩავასხი მხოლოდ 32 ლიტრამდე, 34. დავისქემეთ. ძვირია ძალიან. საწვავი ხო ძვირია და საშინელი ხარისხის არის. ტრასაზე ვამოწმებდი და მიწოვდა 10 litrამდე. ეს საწვავი როგორც კი ჩავასხი, წვა გამიზარდა 12.5-მდე. მაგდეს არ მიწოვს თბილისის სასოფებში. მეორედ ვასხამ ბენზინს ბულგარეთში, უნდა გავავსვავზი, ოღონდ 9-მდე უკვე მაქვს. გადავწყვეტე რომ უფრო უკეთეს ბენზინი ჩავასხა, რადგან წვა გამიზარდა და ამათ გამითხრეს რომ ყველაზე კარგი არის ეს 100-იანი. 1 ლიტრის ფასი არის 3-დან 0.7. დავაკვირდები ამ ბენზინზე წვას თუ შემიმცირებს. მაინტერესებს რისი ბრალია. 45 ლიტრი ჩაიმატა და 133 ლევის არის. ძალიან ძვირია ბენზინი, აი ძალიან. 220 ლარი გადავიხადე 44 ლიტრ ბენზინში. ძვირესია. ბულგარეთიდან გავდივართ მალე საზღვართან ვიქნებით და მე მგონი ბენზინის ჩასხმა აღარ მოგვიწევს. ხომ? და იმედია რუმინეთში უფრო იაფი იქნება საწვავი. კი.